ერთძრახვა იყვენეთ. ერთძრახვა ყველაფერში კი არა, მიწიერ საკითხებში კი არა, ქრისტეს მიმართ დამოკიდებულებაში. ხოლო დასასრულსა ყოველი ერთძრახვა იყვენით. ერთძრახვა, ანუ ჩვენ გვაერთიანებს ქრისტეს მოძღვრება, ანუ სახარება გვაერთიანებს. ეს ვლინდება აგრეთვე იმაში, რომ ერთმანეთისადმი დაძმური დამოკიდებულება გვაქვს, რადგან ჩვენ ერთძრახვა ვართ და ერთი გვაერთიანებს ყველაზე მთავარი და გვკრავს მადლის მიერ. ამიტომ ჩვენ ერთმანეთისადმი დამოკიდებულება სხვანაირი გვაქვს. მოწყალე, ძმათმოყვარე, შემწყნარებელ და დაბალ იყვენით. ანუ ერთმანეთის მიმართ და როცა ერთმანეთის მიმართ შინაგანად ეს სიყვარული არ არსებობს, ესე იგი ჩვენ არც ქრისტეში ვართ ერთნი და რაღაცა არაჯანსაღი ხდება. ამიტომ დიახაც უამბობთ, ხშირად გეუბნებით, სამრევლო ცხოვრება ახდენს ლუსტრაციას თუ ვინახართ თქვენ სინამდვილეში შინაგანად. თუ სამრევლო ცხოვრებაში ვერ მოახდინე ინტეგრირება და შენი დაძმები არ გიყვარან, იმიტომ კი არა რომ კარგები არიან. არა, ეს არის ვალდებულება, იმ კარგი სიყვარულს რა უნდა, რაღაცა უძლურება რო აქვს, რაღაცა რო არ მოგეწონება, ის უნდა გიყვარდეს. უძლურებანი ერთმანეთის იტვირთეთ და ესეთ აღასრულეთ ჯული ქრისტესი. ჩვენ მთავარში ვართ ერთნი და შესაბამისად ჩვენ გვაქვს უკვე ვალდებულება ერთმანეთის სიყვარულის.